მოგესალმებით, ძირფასო ტელემაყურებლებო, ლიტერატურის საქართველოს გადაცემა ლიტერატურის საქართველოს მოგესალმებათ და დავიწყებ პირდაპირ, მინდა მოლოცვით დავიწყო. გილოცავთ დღეს ლომისობა არის, ლომისის წმინდა გიორგი იყოს თქვენი ოჯახების, ჩვენი საქართველოს მფარველი გილოცავთ. ბატონო რომან დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის. არაჩვეულებრივი პიროვნება, დიდებული პოეტი, ბატონი რომან ზუკაკიშვილი. ჩვენ ბატონ რომანზე დღეს გვექნება ვრცელი და საინტერესო საუბარი. მანამდე ტრადიციულად ვიდრე ბატონ რომანთან პირდაპირ გადავიდოდე, მოკლე ანონს გაგაცნობთ ლიტერატურული საქართველოს ბოლო ნომრისა და შემდეგ გადავალთ უშუალოდ საუბარზე. ლიტერატურული საქართველოს ბოლო ნომერი, რომელიც შაბათს გამოვიდა, იხსნება პატრიარქიო მესამის ფოტოთი, რომელსაც ჩვენი ბავშვი ხარ ჩახუტებოდა და მე ამ ფოტოს იმიტომ უსვამ ხაზს, რომ აი რაღაც სხვა სითბო და სხვა სიყვარული დავინახე ახალი პატრიარქის თვალებში და სულში და მინდა რომ ჩვენი პატრიარქი, როგორც მისი წინამორბედი, იყოს ჩაბული მთლიანად საერო საქმეში და ის დიდი სულიერი მისია, რაც მას უფალმა დააკისრა, ხილსეულად შეასრულოს. პირველი ივნისი მოგესალმებათ იყო ბავშვთა დაცვის დღე და ულოცავთ ჩვენს ბავშვებს, ომი ცხოვრონ უზრუნველად და მშვიდობიან საქართველოში. მეორე გვერდი ჩვენი გაზეთისა ეძღვნება უпростоრად დათმობილი აქვს ჩვენი არაჩვეულებრივი ადამიანის, მუდმივი სტუმრის, არსი მგენეტაძის გვერდს და იწყებს კითხვით როგორ ხარ და ანალიზებს ის ამ წერილში თავის ამ გვერდში ადამიანების არსობაზე და ჩვენს ყოფაზე, როგორ ცხოვრობთ, როგორ ვართ და როგორ უნდა ვიყოთ. მესამე გვერდი აიმე და ორი სიტყვა ბატონი ირაკლი ნადარეიშვილის პოეზიას ეთმობა. ბატონი ირაკლი ნადარეიშვილის შეიძლება იცოდეთ ბატონო რომან, ეს საკმაოდ ცნობილია ლიტერატურულ წრეებში. სამართალ დამცველია, უბრალოდ პროკურატურის თანამშრომელი არის და რატო ამოხვილებ ამაზე ყურადღებას, რომ იმდენად წესიერი კაცია, იმდენად მართლა პოეტური პიროვნებაა, რომ ვისურვებდი, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, რომ აი ასეთი ადამიანებით იყოს სავსე ჩვენი სამართალდამცველი ორგანოები. მთელი გვერდი ეთმობა ბატონ ირაკლის ნადარეიშვილის პოეზიას და შემდეგი გვერდი ასევე არაჩვეულებრივი ადამიანს ცირა შალაშვილის შემოქმედებას ეძღვნება, რომელიც ქუთაისში მოღვაწეობს, ეს არის გიახოფერიას წერილი არაჩვეულებრივ ქალბატონზე. ასევე აქ არის თამარ შაიშმელაშვილის მიმოხილვა წიგნზე, ანთოლოგიაზე ჩემო უკრაინა, რომელიც გამოიცა 100 ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის, თქვენ იცით ბატონო რომან ჩართული იყავით თქვენ თავადაც ამ წიგნში და ამ წიგნის პრეზენტაცია, რომელიც უკრაინულ ენაზე ითარგმნა, ჩატარდა კიევში და ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა ადგილობრივ პრესაში და მასმედიაში. ძალიან კარგი. აქვე არის ბატონი რობერტ ოდიკაძის არაჩვეულებრივი წერილი ნელი ჩალაურზე, ამ ძვირფას ადამიანზე, ეს არის გახსენება და ჩვენ უნდა ვიხსენებდეთ ასე ძვირფას ადამიანებს. გაზეთი აგზელებს რაულ ჩილაჩავას ძალიან საინტერესო წერილს საქართველო ვიდრე ხვალ. ეს არის ფიქრები წასვლა და მომავალზე და კითხვები გაესიამოვნებით გაეცნობა რაულ ჩილაჩავას წერილს. აქვე არის მანანა შატავიძის ყვავილში მოღვაწე პოეტი ქალბატონის ლექსები. შემდეგ არის მეორე მეცხრე გვერდზე ედუარდ უგულავას, დღევანდელობის ერთი გამორჩეული პოეტის ზღაპრად, ლექსად ნათქვამი, ესე ვთქვათ, ზღაპრის წიქარას, აი ესეთი ლექსის ზღაპარი. იყო ასეთი პრეცედენტი, რამდენჯერმე ნორმალი ბაინძეს ჰქონდა, რამდენიმე კიდევ ჰქონდათ, რომ ეს ჩვენი ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპრები ლექსად ნათქვამი და აი ედუარდ უგულავამ ეს გზა გააგრძელა და ვინც აიკითხავს და მე თანხმება რომ აქ არა ეს უბრალოდ ჩვეულებრივი გადათქმა ლექსად, არამედ მთელი პოეზია იკითხება, იმიტომ რომ ნიჭიერი კალმუსანი არის. კარგი მიგნება და ძალიან კარგად წერს. აქვეა ჩვენი დიდი მოღვაწესა და მწერლის ზანსუ გვინჯილიას გახსენება და ჩვენ ეს ადამიანი უდროოდ დავკარგეთ, ისევე როგორც ძალიან ბევრი მოღვაწე და მწერალი. შემდეგ მოდის ქალბატონ თინათინ სიყმაშვილის წერილი სადღეგრძელო ალიოშა რო ჩააქართულებდა.
აი ეს ძალიან საინტერესო მოთხრობა არის, უბრალოდ მოთხრობა არის ესა და ინტერესით გაეცნობა ქართველი მკითხველი. შემდეგ მოდის ქალბატონი მაკა ხვინგიას ლექსები. აქვე არის გია ჯოხაძის წერილი როსტომ ჩხეიძის მარიოტას შესახებ. ეს არის თამაშ ჩხიკელის ბიოგრაფიულ ნატეხებზე საუბარი და მართლაც არაჩვეულებრივი რეცენზია არის. და აი აქვე ქეთევან გოდეძიშვილის წერილი არის. შემდეგ მოყვება ხათუნა კვესელავას ლექსები, ბატონი ედიშარ ფუტკარაძეს მოსაზრებები. მე-15 გვერდი ეთმობა ჩვენი ძვირფასი მწერლის ბატონი კობა არაბულის ქალიშვილის ქალბატონი ბუბა არაბულის ვერნისაჟს. ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა ცისფერ გალერეაში მისი ნახატების გამოფენა. ეს ხო არაჩვეულებრივი გამოფენა და ვინც ნახა და დამეთანხმება, ვინც წაიკითხავს კიდე ამ გაზეთში და მასზე საუბარს, რომ საქართველოს ბუბა არაბულის სახით ერთი გამორჩეული შემოქმედი ჰყავს. და ბოლოს თავდება ჩვენი გაზეთის თანამშრომლის ქალბატონი ბელა გველესიანის საბავშვო ლექსებით, იმიტომ რომ შევეცადეთ რომ ეს გაზეთი მაინც ბავშვებზე ყოფილიყოს ასოცირებული. ეს არის მოკლე მიმოხილვა ბატონო რომან და ამას იმიტომ ვაკეთებ ყოველნომის გამოსვლისას, რომ სამწუხაროდ ვერ ვრცელდება რეგიონებში და ასე თუ ისე მაინც წომა აქვს რომ აქვს ტელევიზიასთან მაყურებელს და მინდა აი ამ საკით მაინც გავაცნო. ძალიან კარგი. მე კიდევ ერთხელ ვილოცავ ქართულ საზოგადოებას დღევანდელ დღეს გილოცავთ ლომისის და გიორგი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და თქვენ ბატონო რომან გიცნობთ უკვე საკმაოდ კარგად გიცნობთ ქართველი მკითხველი, ლიტერატურის მოყვარული და არა მარტო და იცნობთ თქვენს ძალიან ბევრ ლექსზე შექმნილ სიმღერას არაჩვეულებრივი კომპოზიტორებისა, ფაქტურად ხიტებათ რომ არის ქცეული. მოგიყევით თქვენ შესახებ, მე თავიდანვე მინდა მაყურებელს უთხრა ბატონ რომან ზუკაკიშვილი მოღვაწეობს საგარეჯოში, ამაზე თავადაც მოგახსენებ და რამდენიმე ხანი არის უკვე, რამდენიმე წელი არის, რომ ნენიდან დაკარგა ამ ადამიანმა თვალის ჩილი და იმდენად ნიჭიერი კაცია, მე სულ მაკვირვებს ბატონ რომან როგორ კითხულობთ, როგორ იცით ამდენად ზეპირად თქვენი ლექსები და როგორი გულიან ადამიანი ხართ, რომ არ გავიწყდებათ მოიკითხოთ ადამიანი, მოეფეროთ ამ ტელეფონს როგორ ძებნით, როგორ კრებთ ამ ტელეფონს და სხვადასხვა ადამიანს მოეფეროთ. შემოძვირფასო, ჩვენ ახლა მეგობრები ვართ და უბრალოდ ძალიან არ მინდა ხალხი დავამძიმო და სულ რამდენიმე წუთით ამ საკითხზე დაგელაპარაკებთ. მე რა თქმა უნდა შემოქმედებაზე. ესე იგი დაახლოებით როგორც ჯუბამ ბრძანა, მე ალბათ მე-15 წელია გაჩნდა რაღაცა დაავადება პროგრესირებადი, ძალიან სწრაფად იმოქმედა სხვანაირად მეგონა და ძალიან მალე პროგრესირებადი და ფაქტობრივად უკვე დაახლოებით 5-6 წელია რაც 1%-საც კი ჩამოწდა დაბლა ჩემი რაღაც უცნაური რაღაცა შეიძლება, მაგრამ პოეტი რო ხარ ალბათ დამიჯერებ. ესე იგი რაღაც მესიბლელი არ მაქვს არც მაშინ როცა ვიხედები არც მაშინ თვალებს რო დავხუჭავ, არც როცა მაშინ როცა ღამეა, მე სიმნელი არ მაქვს. არის მზით განათებული სივრცე და აი ამ სივრცის ფონზე აი ახლოს ასობით რაღაცა წვრილი ვარსკვლავის გზავსი წერტილებით სიმციმებს დაუსრებლებად. ანუ არ ძღამე და არ დღემე სიმნელი არ მაქვს. რა დიდი სინათლე შეიძლება ზოგს მოეჩვენოს ზღაპარს ხო არ ყვებაო და ავიცი ვიფიქრე რომ ესეც არის რაღაც ხუთიური. მე რო ეს იყოს ტანჯველი რაღაც შემაწუხებელი ან სიმნელი, ალბათ ფსიქურად როგორ გაუძლებდი ამას და არის იცით როგორი ფერები, არც წითელი, არც ლურჯი, არც წვანი, არც ყვითელი, მე რეალურ ცხოვრებაში ცეცხლამად ფერები არ მინახია. და აი ეს ფერები თანდათან ისე გამრავლდა ჩემს თვალებში, რომ ეს სამედიცინო ედაზე პიგმენტური ლაქებია, მაგრამ აი მე უბრალოდ გიხსნით, რომ ისე გამრავლდა ეს უკვე რომ გადამეფარა და აი მოდრა სილუეტებს გავხედავ. მიუხედავად ამისა ну ეს რა თქმა უნდა უფლისნებაა და უფალს მადლობა რომ ასეთი ლამაზი რეალობაში რო არ მინახავს იცით ლამაზ ფერებს ხედავ და ოღონდ ეს მაბრმავებს უკვე ფაქტობრივად აი 1% ხო გითხარით არ მინდა ახლა დაგამძიმოთ და ჩამოცა მიუხედავად ამისა ასე მგონია უბრალოდ რომ ეს პოეტური ჰალუცინაციები ხო არა რაღაც არ ვიცი ეს არის აუცილებლობა მე მგონი ახლა ვინც ახლა პოეტი ბრძანდები და შენ დამიჯერებ ხო და მიუხედავად ამისა ახლა ჯუბამ რამდენიმე შესავალი რამდენიმე სიტყვით გააკეთა და მიუხედავად ამისა მე ახლა იცით საგარეჯოში მოღვაწეობ და 750 კაციან ორგანიზაციას ხელმძღვანელობ
ნუ მიუჩვეულ გარემოში რომ გამოვდივარ უკვე რა კი პრობლემა შემექნა ცოტა გადაადგილე რაღაც მიჭირს იმიტომ მაგრამ ადაპტირებულ გარემოში ეზოში უბანში უჩვენოთ ხალხი ვერ აძლევს თუ ფიზიკური საქმე თუ გონებრივი ეხლა ვიცი რომ თქვენზე გადადის ძალიან ბევრი და მადლობა თქვენ 150 კაციან ორგანიზაციებს გადავანელობ და 12 პოეტური კრებული კიდე გამოვიცი მის მერე რა თვალები ასე დამიკვეთა მე ვანახებ მაყურებელს და დამიკვეთა თვალები ბოლო წიგს გზამიწი ჯერჯერობით ბოლოს ხო ჯერჯერობით ბოლოსაც გამოეცი თორემ კიდე ბევრი გაქვს ანუ ჯუბა მაპატი ანუ 12 წიგნი კიდე გამოეცი მის მერე რაც ეს უდიდესი პრობლემა შემექმნა თვალის უფლისნება ყველაფერი და დიდება უფასურ ასეთ ლამაზ ფერებს ხედავ თუმცა უკვე ბატონო კარგა ხო თვიმეს და გიწევთ მეუღლე კი გეტყვით ამაზე გეტყვით ანუ ესე იგი ბოლოს ნუ მე ვეღარ წახა მე რასაც ბოდიში ახლა რო გითხრათ რაც მე წიგნი მაქვს წაკითხული მარტო ფრანგულ ენაზე ნუ არ ვიცი ახლა მე ხო ფრანგული ენის ფაკულტეტი დავამთავრე ნუ რა წიგნები მაქვს წაკითხული მარტო ფრანგულ ენაზე ქართულზე რამდენი მექრებ ახლა ყდაზე რა წერია იმასაც ვეღარ ხედავ ანუ ახლა ჩემი რა გამოსავალია სახში ოჯახის წევრებს უნდა უკანო ხო მუზა რომ მოვა სამსახურში უნდა ნუ დივანსან ჩემ ვინმეს ბუღალტერს თანამშრომლებს უკანა ხო თან ისინი ინტიმურია რომ არავის აგინდა ინტუიცი უთხრა იმიტომ რომ გინდა მაგრამ თუ შემთხვევით გზაზე ვარ აი როცა გადავადგილდები სამსახურში სახლიდან ჯუვა მაშინ რაც გაიელოს ძალიან ხშირად სულ მეკარგება და მე რაღაცა რუბრიკა ესეთი მოვიგონე დაკარგული სტრიქონების გახსენება ზოგიერთი დაბრუნდა ზოგი სულ დამეკარგა მე ნერვულობ ხოლმე რატო დამეკარგა მეთქი მაგრამ ძალიან ბევრი ლექსი დამეკარგა იმიტომ რომ თვალი ისეთი რამეა შენ თვითონ თუ არ დაწერე შენი ხელით უნდა ჩაიწერო ნუ მე ან მეგობრებს ისეთ შემთხვევით ყოფილა რომ ტელეფონზე უწევ აი დაგვირეკე და ჩავიწერ ნუ ბევრი ლექსი დამეკარგა რა მე მესმის ძალიან რთულია ეს ყველაფერი იმიტომ რომ მუზა შეიძლება იმ დროს მოგივიდეთ როცა აქონდეს საშუალება იმ წუთში შეიძლება ჩაიწერო რაღაც და მე გააგრძელო და რაღაც თქვენ ამის საშუალება მაგრამ ფენომენალური მეხსიერება და ბატონო რომან არა ახლა ჩემ თავზე ისე არ გამომივიდეს თვითონ მაგრამ ფაქტია რომ ესეა ფაქტია რომ 12 წიგნი ანუ ხალხს იცი რისით თმავს ჯუბა ხალხს უთხრა 12 წიგნი კიდე გამოვეცი მის მერე ნუ როცა ღმერთი კარნახობს იმ მუზა როცა მოდის რა თქმა უნდა დაწერო ხო როგორმე მაინც უნდა დაწერო გინდა ქუჩაში იყო მაშინ უნდა დაიმახსოვრო ტვინი გადაღალო და მე უკარნახო იქ მეუღლე იქნება თუ ვინც იქნება უკარნახო და უბრალოდ ხალხო ფარხმალი არასდროს არ უნდა დაყარო ანუ უდიდესი პრობლემა შემექმნა ლამაზია თუ რა ეს ფერები მაბრმავს უკვე გადამეფარა და სილუეტებს ლივზღავარჩევ ხო და მიუხედავად ამისა ფარხმალი არ დამიყრია აღარ მინდა გავიმეორო ხო და ტრაბახი გამომივა აი ამ პერიოდში კიდე 12 წიგნი გამოვეცი ანუ არასოდეს არ დაყავროთ ფარხმალი ღმერთს ვევედროთ რომ ვიყოთ კარგად უკეთესად ვიყოთ და ერთმანეთისთვის ვილოცოთ აი ეს არის ყველას მიმართ ჩემი სათხოვარი და ყოველ ლექსში თუ არა ყოველ მეორე და მესამე ლექსში ეს არის გამოხატული ჩვენ აი ჩემი ცხოვრების კრედო ჯუბა რა არის ადრინდელი ძალიან ადრინდელი როცა კარგად ხედავდი მაშინდელი ლექსი და ასე ერთ-ერთი კუპლეტი გამახსენდა უცებ სხვისი ჭირი ვერ ჩავთვალე სხვისად სხვა ვინ არის ყველა ღვთისგან მოდის ჩემი სული ამ სამყაროს ხნისა ტვირთველია მადლისა და ცოდვის მე სხვისა ჭირად ვერ ჩავთვლი იმას ისე ვითავისებ როგორც ჩემსაც აი როგორც შოთანიშვილიძე ბრძანებს და მე მადლობა ღმერთს რომ ერთ-ერთი პირველი რეზო ინანიშვილი და შოთანიშვილიძე იყვნენ ვინც დამილოცეს გზა პოეზიაში და როცა შოთა ბრძანებს რომ ნურცეთ ისას ნუ აიცდეთ სანამ გამიძლებ აი ესეთ სიტუაციაში ვარ არ შემიძლია სხვისი ჭირი სხვისა ჩავთვალო სანამ კითხვა დაგისვათ აი მე და რეზო ინანიშვილი ახსენეთ ბატონო რომან და ესე თქვენი თანაქალაქელი და იმ რეგიონიდან თქვენ იქვე ცხოვრობთ პატარძეულელი ბრძანდებით გოგლა მოვლე პატარძეულმა აი ესეთი დიდი ადამიანები შვა როგორც გოგლა როგორც თქვენ ბრძანდებით და იქვე ხაშმი რეზო ინანიშვილი რომლის 100 წლის იუბილეის აღნიშნავს საქართველოს წელს და სწორედ დღეს იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მისადმი 100 წლის მისადმი და მიზური ღონისძიება და გავიხსენებ ბატონ რეზოს რომელიც 1991 წლის დეკემბერში გარდაიცვალა და იმ დროისთვის 65 წლის სულ ახალგაზრდა ჯერ კიდევ ადამიანი რა პირობებში იყო მოგიხსენება და 10-15 კაცი მიაცილებდა იმ ქვემეხების და ტყუების ზუზუნში და მადლობა ღმერთს რომ ეს ღვთისმიერი და თლად ქართულ
სულით სულით ხორცით ქართველი ადამიანი ვერ მოესწრო იმ საბოლოოდ მათთან ყველომს რაც მე გაგრძელდა და აფხაზისა და სამაჩაბლოს დაკარგვას და ნათელი მისხსოვნას და აქვე მინდა ჩაგიკითხოთ ეს თქვენი დაავადება ბატონ რომან ექვემდებარება საერთოდ კუნალობას თუ როგორ არის იცი არ ვიცი ახლა გეტყვით და ორივე თვალზე არის ორივეზე ეს რო ორივეზე არ იყოს კიდე ორივეზე და თან სწრაფად განვითარდა ეს არის პროგრესირებადი და ერთ-ერთი ექიმი გარდაიცვალა საწოდავი ძალიან კარგი პოეტური სულის ადამიანი სხვათა შორის ნანა გარსიაშვილი რომელიც მეუბნებოდა და დამიმეგობრდა ჩემი ლექსები უყვარდა და მითხრა რომ რომანო არ ვიცი ახლა ამდენად შეიძლება როგორც მან მითხრა ახლა გაზვიადება არ გამომივიდეს რაც შენი დიაგნოზია ეს დაახლოებით ამ ფორმით რო აუხსენი შეიძლება სოფლიოში 100 ადამიანს მეც არ თქონდესო და ესო ძალიან მეეჭვება ეს გამკურნებადი არ არისო მე გულს არ გიტეხო არ გეგონოსო მაგრამ ეს ასე რო განვითარდაო მაინც ასე განვითარდებოდა ეს ხო შენი ბედისწერა ეს ყოველ შემთხვევაში საზღვარგარეთ შეიძლება მოხდესო რომ და სხვათა შორის შემეხნიანე კიდე ამერიკაში მეგობარი იყო და შემეხნიანა რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგით ერთადერთი ოღონდ 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემენო და მაინც შევჩერდი იცი 100%-იანს ვერაფერზე ვერ გაგძევენ და მე მგონი მაინც ბრძოლა მაინც საჭიროა ხო ახალგაზრდა კაცი ბრძანდები და შემოქმედი ხარ და ახლა თვალები შემოქმედისთვის აუცილებელია თუმცა ეხლა თქვენ ისე ლამაზად წერთ მაგის გარეშეც მაგრამ მართლა ეს ყველაზე რთული პროცესი რომ ჩაიწერო და ძნელია მაგდო შეიძლება შუაღამისას მოგივიდეთ მუზა და მოგეედოთ მეუღლის გაგვიძება და ვიღაცა და ჩაიწერო ეს ძალიან კივნეულია, ნამდვილად კივნეულია და მე ეს თქვენ ესე რო ხართ და მალუმაც მეც რომ ეს ნიჭი და პოეზიის ნიჭი სხვა არის კიდევ კი მახსოვრობის ნიჭი რომ თქვენ ესე თქვენ წიგნების ზეპირად იცით ჩემო რომან და დიახ და ჯუბა რამე და გითხარით იცი მე ახლა მეგობრები ვარ ჩვენ როდინდელი მეგობრები ვარ აი ამ წიგნის ახალი წიგნის წინა სიტყვაობა შენ გეკუთვნის და კი ბატონო ის იცი რა არის მე მადლობა ამბობისთვის და ვიყავი რაღაც ძალიან გადატვირთული შეუძლათაც ვიყავი და გოგლაობაზე მე რო არ ვიყო როგორ შეიძლება ან რეზოობა ბატონშოვის მოგიკითხეთ რეზოობაზე მაგრამ რა არის იცი ხვალე მაქვს კონფერენცია ჩემი არჩევნებია მე ხო პროფკავშირების თავმჯდომარე ვარ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის და ამ გადატვირთვაზე თანამშრომლებიც მეხმარებოდნენ მაგრამ თან რაღაც შეუძლოდ გავხდი მაგალითად მქონდა მე გოგლაობაზე ვერ ვიყავი თორე ახლა მე როგორ შეიძლებოდა ავლილი, ჩავლილი, მოსწავლე ვიყავი, მასწავლებელი ვიყავი, სკოლის დირექტორი ვიყავი, თუ რა მიწევდა ჯუბა გავლა გიორგი ლეონიძის სახელმწიფოს და გავიხედავდი თუ არა აივანზე ღია აივანია მოგეხსენება ბერძელ ყოფით ხარ და გოგლას დიდი სურათი იყო გამოკიდული და სულ მეჩვენებოდა ჯერ კიდე მაშინ ბავშვი რო ვიყავი რომ გოგლა მეძახს სურათი შემოდი და სულ გავიხედავდი და ეზოში იქ ძველებური ღობია რა თქმა უნდა ეს სიმბოლურად სულ მეჩვენებოდა რომ რადრისხის პერსონაჟები დაბორიელოდნენ იქა და თვითონ გოგლა ლეონიძე მიხმოვდა ეზოში შემოდიოდა ახლა რა დონეზე ვარ სულ ცოტა 20 აღარ მახსოვს პატარა 32 თუ 33 ლექსი მაქვს მიძღვნილი გიორგი ლეონიძესადმი და პატარა ბროშურაც მაქვს გამოცემული სიმღერა გიორგი ლეონიძეზე რა დონეზე ვიყავ და მე ვერ ვიყავი ჩემ მეგობრები მაპატიათ რომ ვერ გინახულეთ რაღაც საპატიო მიზეზის გამო მე წვიმა წამოვიდა და მე ვიქნე რომ მე მაინც მოხვიდოდი მაგრამ წვიმა რო წამოვიდა გადამეწურა იმედი აღარ მოვაგეთ ესე მოხდა და გოგლას სულის წინაშეც ვიხდი ბოდიში და თქვენ წინაშე იმიტომ რომ ვერ მოვახერხე მოსვლა და იქნებ რეზოლვაზე მაინც მოვახერხო მეტმაკნას და მე ვფიქრობ რომ ხვალ არის თქვენი არჩევნები ხო რომ საგარეჯოები ისე გამოიჩენენ იმდიდ სიყვარულს თქვენდამი რაც აღდგებდა და ისე დიდი მადლობა საგარეჯოელებს მე ვუძლებთ მათ ძალიან დიდ სიყვარულს კი თქვენ უყარხართ თქვენ არა მარტო საგარეჯოელებს თქვენ უყარხართ საქართველოს თქვენი პოეზია უყართ საქართველოს და ერთი არაჩვეულებრივი პოეტი ბრძანდებით თქვენ რაც შეეხება გოგლა ლეონიძეს იმ დიდ სურათს სულ აი რაღაც მომაკლა თვალში რომ ახსენეთ და სხვათა შორის თქვენს ვიყავით ჩართული და მე ყველგან ვამბობ რომ საგარეჯო არის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი საქართველოში რომელიც აქტიურად არის ჩამული ამ ლიტერატურულ სფეროში და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს დიდი ღვაწლია მათი ლიტერატურის და საერთოდ კულტურის განვითარების სფეროში სხვა რეგიონებთან შედარებით არ შემეშლება ამის თქმა და აი დიდი ძალისხმევის შემდეგ რეზოინანიშვილის სახლ-მუზეუმს ეშველა და ჩვენ დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი სახლ-მუზეუმი და გოგლა ეს დიდი ძველი ცისფერ ყანწელი და ეს დიდი მართლა მე ხომ ვაერაღე
მისი სახლ-მუზეუმი სავალალო მდგომარეობაში არის და თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამას ვერ გაწყვეტება, სახელმწიფო მასწავლად უნდა მიიღოს თავისი ფათაშორის ჯობა მაპატია ადგილობრივი მმართველობა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს კულტურას. მაგრამ ყოფნის ხოლმე სახსები ადგილობრივი ბიუჯეტი შეიძლება, მაგრამ ძალიან ახლაც ეხლა დელიხანდრანელობაც გინდა მერი, გინდა საკრებულოს თავმჯდომარე სულ გვერდში გვიდგანან და მე ვგზნობ მათ პატივისცემას და იმედია რომ ყველაფერს კარგად გააკეთებენ. მათი იმედი მაქვს. ბატონო რომან. დიახ. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვისაუბროთ თქვენი პოეზიის ირგვლივ ეს აქ ჩემი ორგვერდიანი წინა სიტყვაა რა თქმა უნდა მე ამის კითხვას არ დავიწყებ მაგრამ შეიძლება თქვენც გაქვთ ჩაფიქრებული მაგრამ ძალიან მინდა ეს პირველივე ლექსი წავიკითხო და მე რა თქმა უნდა თქვენ დაგიწყოთ ასპარეს. ხალხო ესა ვარ რაცა ვარ ყველას გულღიად ხვდები ერთხელაც ავდგები დაწავარ როგორც წასულან სხვები მაგრამ სანამ ვარ მინდა რომ შენთვის იკეთებ თესო ჩემო ცხადო და სიზმარო ჩემო ხანგო და ლექსო გაგიხდე თანაზიარი დაღლის და ნერვე ბაშრიც დღეგიწილადო მზიანი და მოგიდგემ ხარში სიმართლე თქვა და სიყალბეს რაც შემიძლია უმტრო თუნდ მდევნონ მუდამ მიყვარდეს ეს გზა უფრო და უფრო ცოცხლად მაშინ თვლი თავს როცა სიყვარულით ავკვდები ცხოვრება მიწყოს გამოცდას ქენკენ სავალი გზებით სხვისი სული მსურს განამშურს სხვისი ჭირს მე ვერ თვლის სხვის ჭირს მე ვერ თვლის სხვისად მე დავყავარ ვთქვით ბოძებულს სუსამ სამყაროს ხნისას ვერ პოვებ უკეთეს სხვა წამალს გულს ვითმობ თქვენი ხენით მერე ავდგები დაწავარ როგორც მიდიან სხვები ძალიან დიდხანს იყავით ბატონო რომან ძალიან დიდხანს შემოძიფასო მე სიკვდილისთვის არ ამცალია აი მაგლექსაც აგიკითხავთ რა თქმა უნდა შემოგელეთ როცა მე ხა აი თქვენ ბავშვობიდან მოვდივარ ჩვენ სულ ყველა დარაცხს მაგრამ როგორ შემოხვედით თქვენ ქართულ ლიტერატურაში ზოგადად გეტყვი ნუ ჩემი პირველი ლექსი ხა რაც მახსენდება და დიდი შეცდომა და მე რა თქმა უნდა ფაქტიურად დანაშაულიც კია რომ სადღაც პირველი ალბათ 7-8 წლის ვიქნებოდი პირველი ლექსი მეგობრებს ასეთი ლექსი დავწერე და მე მიდიოდა ლექსები და მე უკვე რომ მოვიზარდე სკოლა დავამთავრე ეს ლექსები არ მომეწონა და წარმოუდგენლად ცუდი საქციელი იყო ეს შემდგარ რომ ის ლექსები გავანადგურე. ეხლა ვფიქრობ რამდენიმე ამოტივტივდა ეს ლექსი და ეხლა ვფიქრობ ეს რა დიდი შეცდომა დაუშვი რომ ის ლექსები გავანადგურე და პირველად ჩემი ლექსები დაიბეჭდა რაიონული გაზეთი იყო ასეთი ივრის განთიადი. მე კახეთის კარიბჭე დაერქვა და ნუ მე პოლიტიკით ვაგზავნიდი და პირველი ალბათ არ ვიცი 16 წლის ვიქნებოდი ალბათ პირველი ლექსები დაიბეჭდა და აი ამის შემდეგ მე ძალიან დიდი იყო ჩემთან ჩემში ეს იუმორის გრძნობა და თქვენ გახსოვთ ალბათ ძალიან დიდი ტირაჟით გამოდიოდა სატირული ჟურნალი დინანგი და ალბათ სადღაც ამავე პერიოდში 16-17 წლის ვიქნებოდი რომ პირველი ფრაზები, ნაკვესები და ქარაგბები დაუბეჭდა ჟურნალ დინანგში და ისეთი გახარებული ვიყავი რომ დაიბეჭდა და წარმოგიდგენიათ 150,000 ტირაჟით ვრცელდებოდა იქ მოხვედრა იყო ნუ თვეში მხოლოდ 2 რაღაც 6 თუ 8 გვერდიანი თვეში მხოლოდ 2 გამოდიოდა და აი პირველი იუმორები დაიბეჭდა ჟურნალ დინანგში და პირველი ლექსები როგორც გითხარით ივრის განთიადში ნუ ამის შემდეგ რამდენიმე სხვა რესპუბლიკურ გაზეთში გაჟღერდა და მე ხან რადიოში ახალგაზრდული რადიო ეს სხვათა შორის შეგაწყვეტინეთ ბოდიში ესე იგი რა თქმა უნდა ძნელი იყო ნებისმიერ მაშინდელ ლიტერატურულ გამოცემებში დაბეჭდა მაგრამ ორმაგად ძნელი იყო ნიანგში მოხვედრილი ყავით ნიანგი იმდენად მამხილებელი და სხვა დონის იყო და თან სწორი ბრძანეთ ძალიან პატარა ფორმატის რომ იქ რომ დაებეჭდეთ ახლა საკავშირო რა რესპუბლიკის ეს იყო გამოცემა იყო და ძალიან ძნელი იყო იქ მოხვედა და თქვენ თუ იქ მოხვდით ესე იგი უკვე იმ თავით დაგიმსახურებიათ დიახ ჯობა და ახლა ძალიან ბევრი ტრაბახი არ გამომიდეს ამ გადაცემაში და ეს კონვერტი ხოლმე წერილებს ვაგზავნიდი ახლა მე პატარა ბიჭი ვიყავი რაც მე დავდი და მიცნობდი ძალიან და აი ეს რა დაუსწრებლა და ერთხელ დამკიდა მე მაშინ უკვე აღარ ვიყავი ესე პატარა უკვე ჟურნალისტიკის მე გადავიფიქრე უცხოურ ენებზე ჩავაბარე მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვაბარებდი და საღამოს დასწრებულზე მამა გარდაეცვალა ძალიან და ახალგაზრდა მე სკოლა დავამთავრე თუ არა მამა ჩემი გარდაიცვალა 48 წლის ასაკში და საღამოს დასწრებულზე მინდოდა მესწავლა თუ გახსოვთ თქვენ არ ვიცი ჯუბა ჩემზე მაინც
უმცროსი ხარ და იყო პროფილის სტაჟს ითხოვდნენ. კი ბატონო. მე მეუბნებოდნენ რა სადმე თუ დაგიბეჭდია იქიდან ცნობებიო. ნუ ივრის გათიადან წავიღე და ახლა ზაურ ბოლქვაძე იყო რედაქტორი და მივედი რომ ბატონ ზაურთან მინდო და ბევრი ხალხი ელოდებოდა და დიმანმა უთხრა შემზეთ რო ახსენა რომ მაზუკაკიშვილია ახლა დიმანი ძალიან თბილად შეხვდა სხვათა შორის რომ უთხარი და მე მიდიო შემოვიდეს ასე აბობსო ბატონი ზაური რომ მაზუკაკიშვილი შევიხედე და ის ყმაწვილო მეუბნება მად რომ მაზუკაკიშვილია დაუთმეო მასო და მე შემოდიო რომ მაზუკაკიშვილი მე ვარ რა სამო კაცო მე დიდი კაცი მეგონი ასაკიანი და გამოვიდა გამომდინარე ფიქრობდა რომ გამოვიდა სხვათა შორის ის კი მახსენდება რომ პანჯარასთან და ხელოსანი ყავდა იქ რაღაც სარკმელთან რაღაც საკეთებდა და შეარო რა სამო რამდენი წელი ხარ მოვიდა და მე რა იმ წუთში დამიწერა რა თქმა უნდა ახალგაზრდა იუმორისტი რომ მაზუკაკიშვილი ეჭდა ჩვენთან ამას და მომცა ცნობა უნივერსიტეტში წასწადია ისე მახსოვს აი გულშინდელი დღესავი და მე მადლობელი ვარ უფლისა და ადამიანებისა რომლებიც შემახვედრეს იგივე სულხა ჟორდანია იყო კრიტიკოსი მაგამაცნო ნოდარ დუმბაძე მაგამაცნო შოთანიშვიანიძე ენვერ დიჟარაძე მედია კახიძე აი პერიოდში გადიდებული სახელები და სხვათა შორის გადიდებული ჯერ კიდე პატარა ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წელია და ეხლა უსურდება ამ დღეებში და დიდება არაჩვეულებრივი ნოდარ დუმბაძის ხოდა და ესე ნელა შემოხვედით ქართულ ლიტერატურაში. ნელა უკვე რა თქმა უნდა დღეს ჯუბა კარგად მოგეხსენება თავად პოეტი ბრძანდები და რა ძნელია დღეს იგივე ინალიშვილი წერდა მასაც თავიდან ასე გავიცანი რომ კომენტარი და წერდა თავის მოსაზრებებს ჩემ ლექსებზე და მეუნეოდა ჩემო რომან ძალიან ძნელია დღეს ლიტერატურაში თავი დაიმკვიდრო იმიტომ წელიწადში 10-ობით კი არა მგონი უკვე 100-ობით ახალი წიგნი იბეჭდება და ახალი სახელი მაშინაც კი მაგრამ ისეთი ძლიერი ფრაზა გაქვსო ისეთი შთამბეჭდავი რაღაც მიგნება გაქვსო რომ აუცილებლად გაიმარჯვებო და ამან ისე გამათამამა მისმა შეფასებამ რომ ისედაც გავთამამდებოდი იმიტომ ჯუმა კარგად მოგეხსენება კიდე გიმეორე პოეტი ხარ და შენ თუ არ მიმიხდები აბა ვინ მიმიხდება ხო მაპატი ახლა მეგობრებო შენობით რო გელაპარაკები ხო და ახლა მუზა რომ მოდის მუზას ხელს ვერ აკრებ ხო და იწერება და იწერება ეს იწერება და 12 წიგნები დიდი განაცხადი არის დღემდე თან ყველა კარგი არის მე კიდევ ერთი ლექსი წავიკითხა ახლა ისე არ გამოდის რომ თქვენ ზეპირადეს ლექსები იცოდეთ მაგრამ მე წავიკითხავ ერთი ლექსი მოდი წაიკითხო აი ლექსი ახლა აი განმარტება რა არის ზოგი მეცინება ხომ ჯუბა მაპატი ახლა კრიტიკული შეხვედრა არ აქვს და ზოგი მეცინება იცი ეძებენ რაღაც ფორმებს კი ბატონო ჟანრი პოეზიის ჟანრი ისეთია რომ თვითნავადია და უფლისგან მოდის და აი როგორც მოდის ისე უნდა დაწერო და რაღაც თითქოს რაღაც ფორმებს ეძებენ და ის ლექსი აღარ არის ზოგიერთები ისეთ რამეს წერენ ის ლექსი აღარ არის მე ახლა აღარ შევალ იმის დრო არა გვაქვს ჯერ ამის გახსნაში მაგრამ ლექსი უნდა იყოს არ ვიცი ეს მართლა ის რა რაც ძველ რომაულ თქმულებაშია რომ ფალარისი სპინედის რომახაროში წავდა ადამიანებს და მათი მომაკვდავი ადამიანებს კონესა აი უნაზეს მუსიკათ ამოსვოდა და იმიტკბებოდაო და პოეტის სული ეგ არის რაც ვეთათ იწვი იხარშები იტანჯები უფრო მეცნიერებას ანიჭებ კითხოს ვენერს ლექსი რა რომ თქვას კაცმა ხან ფიფქია ხანაც ზვავი ლექსმა გული თუ არ დაგწვა ის ლექსია დასაწვავი ყავართ ტრფობის გზას იმედად ფიქრი სულ შემოესია ზოგჯერ ერთი გაღიმებაც ქალის ერთი გაღიმება არის მთელი პოეზია ლექსი რა რომ თქვას კაცმა სხვა რა ბედი კონდეს ნაღზ ლექს განიცადო სული ჯვარცმა ეწამოს და მკვდრეთით აღდგეს შემივსონ მზის თასი მთებმა გადღეგრძელოთ მაქვს დრო ვიდრე სიყვარულით რომ დავთვრე და აღარასდროს გამოფხილდე რა ვთქვა ლექსი რა მართლაც ხან სხივია ხანაც ნისლი და თუ როგორ იწვის სანთლად და თუ რატომ იწვის სანთლად ერთადერთმა ღმერთმა იცის გენიერი აიხარეთ არაჩვეულებრივი ლექსი არის არაჩვეულებრივი აი გავაგზავნებ ერთი პატარა ლექსი არის აი უცბად გადაში და არ ჭირდება რა ძებნა ყველა შენი ლექსი ყველა გვერდზე ასე უნდა წასაკითხი არის სად დაეძებ სასწაულსა ელვა ღამე სათევს შენთან ბედისწერად სად წაუხვა ფრთებს ზესკნელთა და ქვესკნელთა სადღაც კლავის ბაღი მელის რომ ტრფობის გზა არ დასრულდეს ხალის მზერის და ღიმილის ფრესკაშენის გაზაფხულებს აი ხა მადლობა შენიერი სახე არის მადლობა
აი როგორი ის ადრევანდელობისთვის საქმით სიტყვაზე მეტი ვთქვათ ამას გამგები გაიგებს არც ნობადობას ვეტრფი და არც სამავანთა ლაიქებს დროთან ზდევს დაცდის ბოლომდის მეფეს ხედავს და პაიკებს მოტანილია მხოლოდ ის რასაც ქარი ვერ წაიღებს გაიხარე მადლობა თქვენს ლექსებს ქარი ვერ წაიღებს მადლობა თქვენი ლექსები უკვე დარჩენილი არის ცნობიერებაში ქართული პოეზიაში და ბევრი თქვენ ლექსი არის შექმნილი არაჩვეულებრივი სიმღერა და მაგამაც ეცოლიოდის სტუდიო გიქონდა ჩემთვის ძირითადად ის ბატონი ვაჟა დურგლიშვილი არის და მათ შორის არაჩვეულებრივი კომპოზიტორი ბატონი ვაჟა რომელიც საიუბილეო იყო სულ ახალთან 75 წელი შეუსრულა და ულოცავ ბატონ ვაჟა დურგლიშვილს ამ არაჩვეულებრივ თარიღს და მე და დიდხანს გვიცოცხლოს ეს ღმერთმა აცოცხლოს და გაახაროს და იცით რა არის ხანდახან მეგონა ხოლმე რომ აი როცა წერდი კიდე ესეც შეიძლება ვიღაცას ჰიპერბოლიზებულად ანუ გადამეტებულად მაიჩენოს როგორ არის იცი ხანდახან მეჩვენებოდა რომ აი ლექსს რომ მეწერებოდა თითქოს რაღაც მუსიკა ჩამესვოდა და ძალიან ხშირად მეგონა რომ აი რაღაც ლექსები შეიძლება ჩემი აღშერებულიყო და როცა გავიცანე ბატონი ვაჟა პირველად სხვათა შორის რობერტ ბარდიბაშვილს აჩვენა ჩემი ლექსი და ესო ვინ არის რომ ეს პირდაპირ ეს არის პირდაპირ აი ეს ლექსი არის სიმღერაო და მე რობერტ ბარდიბაშვილმა იმღერა პირველად და სულ პირველი ჩემი სიმღერები იმღერეს ანუ ჩემი ლექსებზე და ვაჟას მუსიკაზე იმღერეს რობერტ ბარდიბაშვილმა და მანანა თოდაძემ და თემურ ციკლაურმა ევსალმა პირველად ორი თემა ხო აი ამ მუსიკაში ესენი არიან ვარსკვლავები. ვია 75 მანამდე. დიახ, ბევრი მერე ორე რა ვიცი, ეკა ბამალაძე და ბევრმა იმღერა და ძალიან ნუ რა ვიცი ესე ძირითადად არის რამდენიმე კომპოზიტორს კიდევ, მაგრამ მაინც ვაჟასთან ძირითადად აი ამ დარჩი თანამშრომლობა უფრო კარგად გამოდის, იმიტომ რომ ეს ხო არის კოლექტივური. ჯობა ჩვენ 100 მეტი საერთო სიმღერა გვაქვს, ანუ ჩემ ტექსტზე დაწერილი აქვს 100 მეტი სიმღერა უკვე. თუმცა იქიდან აღგერებული და გააქტიურებული ალბათ 20-25-ია, ცოტა მეტი, მაგრამ დანარჩენი რა ვიცი ელოდება ალბათ. ხო, მაგრამ ეს ესეთი სიმღერები, რომელსაც შეისის ხოცა, ხშირ შემთხვევაში სამწუხარო ავტორი არიციან, ლექსებზე. რა ქინჩალაძემაც დაწერა კიდე 5-6 მომღერალმა იმღერა, მე ისევ გელი ესეთი სიმღერა. გელი მოგელი და რა ვიცი ბევრი კიდე ზოგი უცნობია ის არის ავტორი კომპოზიტორი მაგრამ რა ვიცი მაგრამ ჩვენთვის თავარი ეს ხომ არ არის ჯობა ჩვენთვის პოეტებისთვის თავარია რომ გეწერება ის უნდა დაწეროს ამღერდება თუ არ ამღერდება ეს უკვე არ არის თანამედროვე საზოგადოებაში ბატონო რომ პოეტის ადგილი სად არის აი მე ვიცი ესე თქმა მინდა ან ახლა ტრაფრეტულ რაღაცებს გავწდე მინდა და ზედოთ ჩვენ აი 30 წელი 30 კი არა თითქოს 33 წელიწადი აი ამ წრებრუნვაზე დავდივართ, ნუ 35 ფაქტიურად და სად არის აი აქ პოეტი და საერთოდ მწერალი სად არის? სადაც მწერლის ტრიბუნა და რატომ არ არის აქტიური დღეს მწერალი იმ საქვეყნო საქმეებში, რასაც ნიშნულოვან გადაწყვეტილებას თუ არა ერთი მაფრთხილებელი უნდა იყოს, ერთი ავანგარდში უნდა იყოს. ხო, აი ამ ყველაფრის და მოძღვარისავით, აი უნდა უთხრას ხელისუფლება ექნება თუ ვინც იქნება რომ ეგრე არა ესე და სად არის მწერლობა, რომელზეც იდგა ყოველთვის ჩვენი ქვეყანა, ქართულ მწერლობაზე ეს. რა თქმა უნდა, მწერლის ადგილი. ჩვენ გადიტვებთ თქვენს ახლა საჯარო სამსახურში ბრძანდები და მოხდა დიდი თანამდებობას იკავებთ. კიდევ არიან ძალიან ბევრი, მაგრამ საერთოდ მწერლის ხმა მაინც სად ისმის და თუ მწერალი იქნებოდა გინდა წინამთავრობაში, წინამთავრობაში, დღევანდელ მთავრობაში. შეიძლება ეს რაც ხდება მტრადესი არ ყოფილიყო და სხვანაირად ყოფილიყოს. იცით, იმიტომ რომ აი მე ვფიქრობ რომ არც მაინდა-მაინც პატრიარქს არ უსმენენ ბოლომდე, არც მწერალს ერთად არ უსმენენ და აჭირდება და რაღაც და რა როლი აქვს მწერალს? აი თუ ილია ამბობდა რომ მე წამიშავ და ერიმზდის მიწიერი ზეციესახ მერთან მისთვის ლაპარაკობ რომ წარუდგე წინა ერთხელ. აი ეს წინამძღოლობის როლი დაკარგა მწერალმა. როლი არ დაუკარგავს. მწერალი ყოველთვის უნდა მართალი ბრძანდები, კარგი შეკითხვაა. მწერალი ყოველთვის უნდა იყოს ავანგარდში, ხალხში უნდა ტრიალებდეს პირველ რიგში, ხალხს არ უნდა იყოს მოწყვეტილი და ხალხის ხმა არის მწერალი. ხალხის ხმა აბა რა მწერალი ხარ? და როგორ უნდა მიიტანო ხალხამდე? თქვენ წერთ ამებს, ზოგი კითხულობს, ზოგი არ კითხულობს. შეიძლება მასამაც იკითხოს, მაგრამ
მაგრამ რა აი საბოლოო ჯამში რა ხო კარუსელი ტრიალებს რა ფათახაღადისავით და მიდის ეს ყველაფერი ისე თითქოს არც ხარ და არც არსებობს ამიტომ რაღაც ალბათ არ არის ის დრო ქადაგის დრო არა ყობარაბულს უყავს ხოლმე ეს თქმა რომ ჯერ არ არის ქადაგის დრო საქართველოში და ანუ ჩვენი დრო არა ჩვენ უჟამო ჟამში ცხოვრები ხალხი ვართ წერლებს და მთლიანად ქართველებიც და ну გასაგებია რომ წერალი მომავლის არის და არა დღევანდელობისა გასაგებია მაგრამ ჩვენ ეს მომავალი ხომ უნდა მოვიყვანოთ რა თქმა უნდა როგორ მოვიყვანოთ ჩვენ ეს მომავალი ლევანი როგორც რატრის ხეშიც არის ახლა ქაღალდზე წერალთა დრო მხოლოდ არ არის საქმეა საჭირო და ყველაფერი საქმე მაშინ უნდა გამოგაჩინოს შენ და წერალი უნდა იყოს ავტორიტეტი ხალხისთვის აუცილებლად წინაპლანზე უნდა იყოს და ხალხის ხმა უნდა გავაკეთოს. მე მახსოვს ბატონო რომან, მეც კი მახსოვს რომ აი ხშირად ყოფილვარ იყალთროობაზე, სადაც ჩამოდიოდნენ თელავში, ჩავდიოდით უბრალოდ მე პატარა ბიჭი, სხვა დელეგაციასთან ერთად ჩავდიოდი 90-იან წლებში და ცოტა უფრო ადრეც და იქ პირველი სიტყვა თუ გამოდიოდა თქვა მედია მეზურიშვილი, არა, პირველი უნდა გამოსულიყოს წერათა კავშირიდან, წარმომადგენელი წერათა კავშირის და ასე ყველგან გამოდიოდა, წერალი გამოდიოდა და მე გამოდიოდნენ პარტიული მუშაკები ესე თქვა. ასე უნდა იყოს. ასე იყო და დღეს აი ტარდება ვაჟა-ფშაველას ღონისძიება, თქვა ფშავში იქნება თუ სხვაგან კიდევ, ფშაველშია კიდევ და ბევრგან ტარდება და ესე თუ წერალი არ აქვს აი არ აქვს რაღაც გამოდის ადგილობრივი მუცბაძის ხელმძღვანელი მე თუ ქალაქიდან მემია ჩამოსულ ესე ხდება სულ აი უყურებენ ესე ხდება ხოლმე და თითქოს აი მათთვის იცით მარტო საქებარი სიტყვები არის მწერლობა და მწერალი და მათ სიტყვებს მოიშველებენ ხოლმე მაგრამ თავად მწერალი ჭირდება თუ მე დღეს არა მეგონი ჭირდება ჯუბა რატო ახლა მაგალითად გოგლავაზე რომ ბრძანდებოდით მაყოლა ხო გამოვიდა აი სწორედ გამოვარჩევ ამიტომ საგარეჯოს ყოველთვის სწორედ საგარეჯოს გამოვარჩევ შეიძლება ყაზბეგის მუნიციპალიტეტი გამოვარჩევ ძალიან აქტიურად არის ახლა არ მიწნო დაანჩინა რეგიონებმა მაგრამ ეს არის უკვე კულუარული და საგარეჯოს წყალი რო გადაეცხას ყველა ჯუბა აი მაგრამ საგარეჯოს წყალი გადაეცხას და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთელ საქართველოს რეგიონებს იმიტომ რომ ყველა რეგიონს ყავს არაჩვეულებრივი ლიტერატორები და დიდი პოეტები და მწერლები მე ერთ რას ვეთქვი, რას გეტყვით, ძალიან კარგი შეკითხვა, მართალი ხარ. წერლის როლი უნდა იყოს უფრო წინ წამოწეული, უფრო მეტად დაფასებული. აი მაგალითად საგარეჯოში, შენ რეგიონში. მე ისე დიდ სიყვარულს აღვზნო ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან და ხალხიდან, რომ აი ვერც კი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ნუ თუ ასეთი კარგი ვარ, ნუ თუ მე ჩემი პოეზია ასე უყვართ, ნუ თუ ისე იგი აი ახალი ხელმძღვანელობა, ახლა ვინც არის, გინდა მერი, გინდა საკრებულო თავმჯდომარე და მე მათგან ვგრძნობ, აი პირდაპირ რა არის საჭირო ბატონო რომან, აი ესე მეკითხებიან. დღეს აი მაგალითად ერთ-ერთი იგივე ვიცემერი მეუბნება რომ აი ხვალე რაღაც გარდაცვლილი ახლობელი და იქ მიდის და ხვალე ჩემ კონფერენციაზე ვერ მოდის. რა არის ბატონო რომან საჭირო? ისე გვიყვარხარ, თქვენი ლექსები ზეპირად უნდა ვისწავლო. მე მიყვარს ლიტერატურა, მეუბნება და ძალიან დიდ სიყვარულს ვძნობ მე და სიტყვაა. კი, შენ მიმართაც და ალბათ წერალთა ყველა კავშირის მიმართ რო ჩამობრძანდებიან, მე ვფიქრობ რომ იგივე კულტურის განყოფილებიდან ბესოღვიდაშვილი ვიძგი და ყველანი ვეთაყვანებით მეც ვეთაყვანებია და ყველა მწერალს, რა ვიცი. მე და საგარეჯოს წყალი გადაესხას ყველა. ბატონი ბესოღვინაშვილი დაჯილდოვდა დღეს, მართლაც არაჩვეულებრივი ბატონ ბესოს არჩი და ჯაბადაც ძილიწვილი მიუწვით ამ ყველაფერში. ხო დაჯილდოვდა. ვისა დღეს დაჯილდოვდა. ამაგდარი და დღეს ვენა მივულოცო მათ ეს დღესეული. არჩი ჯაბადარი ჩვენი ძმა და მეგობარი ერთად მოვდივართ მართლა ამაგდარი და მართლა კულტურის აი თანამდგომი რა თან რომ ვერცი რომ ვიდგა ყოველთვის ყველას აი ესეთები არიან ჩვენ ახლა ბატონო რომან ჩვენ გადაცემას ქვია ლიტერატურული საქართველო და ჩვენს უკან ახლა ბანერი არის რომელსაც აწერია ის თავისი ლიტერატურული საქართველო თავისი შრიფტით ესეთი როგორც გახსოვთ და ერთმა ჩემმა რესპონდენტმა თქვა და არ დაასახელა ამ სიტყვების ავტორი, რაც მე არ დავასახელე, ცნობილი პოლიტიკოსი გახდა და აღარ არის ცოცხალი. არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლიტერატურული საქართველო აღარ გამოვაო. და ეს იყო 90-იან წლებში ესაუბარი, მაშინ პირველი გაჩერებული იყო ლიტერატურული საქართველო და ნუ დღეს გამოდის, დღეს ბევრი გამოცემა გამოდის და ყველა უნდა რაც ბევრი იქნება უკეთესი, იმიტომ რომ ლიტერატურაზე მე დიდი ჩვენ არაფერი არ გვაქვს და დღეს ლიტერატურულ საქართველოს უჭირს ისე როგორც სხვას, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ლიტერატურულ საქართველოს უჭირს და ეს არის მარტო ბრენდი არ არის, ეს არის სულ ვამბობ ეს ტაძარია, გაზეთი ტაძარია, გაზეთი მემატიანია და აი როცა ლიტერატურულ საქართველოს რომელსაც
ყავს მართლაც აკადემიური ავტორები და თუ დღეს ვინმე პოეზიაში, ლიტერატურაში სიტყვა ეთქმის, ლიტერატურულ კრიტიკაში, თარგმნილ საქმიანობაში, ყველა ამ გაზეთის ავტორები გახრავან და სად იხარჯება, რა იხარჯება, როგორ იხარჯება, მე ვერ ვიტყვი რომ კულტურაზე ზოგადად ლიტერატურაზე თანხები მილიონებითაც კი იხარჯება, მაგრამ აი სადღაც მოდი ამას თავი გავანებოთ, სადღაც მიდის, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ის რომ აი მწერალი თავის ადგილზე არ არის, იმიტომ კი არ არის რომ თვითონ ამის мотивация არ აქვს, უფრო სწორად შენ აი როგორ იწყებენ ხოლმე ქვეყნის გაცამტვერებას, ხო იწყებენ შენი ოჯახის შერყვნით, შენი კულტურის შერყვნით, შენი ენის შერყვნით, შენი და მწერლობიდან დაიწყეს სწორედ დაკნინება და მწერლები ჯერ გამოყარეს სასახლიდან და მე რაღაცა მეაშეთო დაფინანსებაში წუთეს და ასე შემდეგ და მე მაინც ლიტერატურისა და მწერლობის სიგნალ უნდა ვისაუბროთ ჩვენ და დღევანდელი ქართული მწერლობა აი ხანდახან ვამბობთ ხოლმე რომ მწერალთა კავშირი აივსო გადაივსო და რაღაცა მაგრამ ფაქტი ერთი არის თუ კი ბატონო მე ვეთანხმები ამას მაგრამ მაინც მადლობა რომ დღეს კიდევ ვიყავებს რაღაც ნიშეს მწერალთა კავშირი და კიდევ მწერალთა კავშირი ქვია და ასე თუ ისე ბირთვი მაინც არის ძლიერი ბირთვი და მადლობა მინდა ხელმძღვანელობას უთხრა და უნდა იყოს თუ არა როგორც ბირთვი ქართული მწერლობა აი როგორ ფიქრობთ აი მე ამაყი ვიყავი ყოველთვის თორსა გამოჩნდებოდნენ დიდი ნორმალებაენძე შოთანიშიანზე ოთარ ჭილაძე თამარ ჭილაძე მე მათ ხშირად სტუმრობდი ხოლმე თითოეულ მათგანთან ჯანსუღ ჩარკვიანი ოტია პაჭკორია თამარ ჩხენკელი დავით წერედიანი და ასე შემდეგ უამრავი ადამიანი და აი მალე კოლორიტი ადამიანები და დღესაც ყავს ჩვენ ეს ხალხი დღესაც ყავს მაგრამ როგორ არის თუ იმეს დაჭირდას რაღაც ჩააკვეხებენ იმ კონკურსებში რომ თავის წარმოსაჩინათ რაღაც და ძირითადად მაინც რაღაცა კულუარებში ვხედავთ ჩვენ არ ვიცი აი რა კუთხე რა გზა უნდა ვნახოთ ჩვენ რომ ქართული მწერლობამ დაიკავოს საპატიო ადგილი ქვეყნის რაღაც განვითარების საქმეში ესე ვთქვათ რომ მართლაც ესა და თქვენ ერთ-ერთი ის ხართ რომ თქვენ სადაც არ უნდა იყოთ იმ თანამდებობაზე რაზეც ბრძანდებით ყველგან ქართულ საქმეს აკეთებთ და ეკაც ქართული ლიტერატურა თქვენ ლექსების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ მოდით გავანებოთ ეხლა პათეტიკას თავი და ისე პოეზიას დაუბრუნდეთ და მოგვიყევით ისე წამიკითხეთ ლექსები უფრო სწორად რა და საერთოდ მარტო ორი სიტყვით გეტყვით რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა საიმისოთ რომ ყველა მაპატიედე ჩარეცხილი ყოფილიყო და მე ამ თავრობის იმედი მაქვს მე ვფიქრობ რომ ბირთვი ვარ და უნდა ვიყოთ კიდე და თქვენი გაზეთი სადაც რედაქტორად ვზარდები ეს უნდა იყოს ფლაგმანი ისე ცოტა კი გაუჭიანო და ამ თავრობა არა ისე გეუბნები რა მე ამ თავრობის იმედი მაქვს და აი ეს თქვენი გაზეთი ლიტერატურის საქართველოს მწერლობა უნდა იყოს რა თქმა უნდა ცენტრში და თქვენი გაზეთი უნდა იყოს ფლაგმანი მე ასე მგონია არა იმიტომ რომ ჩემი არა ლიტერატურის საქართველოს ყოველთვის იყო ფლაგმანი აი პერიოდიკის საერთოდ ლიტერატურის სფეროში რაც გამოდიოდა და ახლაც უნდა იყოს ფლაგმანი თქვენი გაზეთი ხელშეწყობა არ ვიცი აი აუცილებლად ჭირდება აუცილებლად და იმედია რომ ჩვენ ეს გაზეთი საჭირდება ეჭედება ქართულ მოსახლეობას და კულტურულ საზოგადოებას იმისთვის რომ მეტი ნიჭიერება გამოვავლინოთ რაღაც შეიკრას რაღაცა ბირთვი რომ თქვენი თქმის არ იყოს ბირთვი და რაღაც ჩვენი სათქმელი ვთქვათ კარგად თამამად რა თქმა უნდა და მე ამის იმედი მაქვს რომ ასე იქნება რაც შეეხება ლექსებს რო გითხრა გულახზე ჩემი ლექსები ამდენი წიგნი როგორც გითხარით კიდე ტრაბახშია ჩავმერთვას უკვე იმდენია რომ ალბათ 1% ვიცი ჩემი ლექსები ზეპირად და რამდენადაც ის საშუალება აღარ მაქვს თურცელზე დავხედო და წავიკითხო ამიტომ ეხლა რაც მახსოვს იმას აგიჩვენე შემოგეთ კი ბატონო ფარმოწყურებულ მინდორზე ღრუბლები გადივლიანო შენ სადღაბი გეჩქარება ჩემი ზაფხულის ნიაო ნეტარი ვიყო მდინარე ხეობა ავახმიანო შენ სიყვარულში დღეს მაინც იქნებ არ დავიგვიანო მოდი თვალებში ჩამხედე მზევ ჩემი დარდი ზიარო ღრუბელს შევნიშნო წრემლი და ტკივილმა გადამიაროს შემოგებით კიდევ ალბათ არის დრო ხო კი გვაქვს დრო ალბათ შეიძლება რომ წავიკითხო იქით იმერია აქეთ ამერია
სადღაც მიმელიან თავს ამერია ვარდის დარებიან ამის ზღვარებია შენი თვალებია მე რომ ყვარებია მზესთან ცისკარია შენთან მიხარია შენზე ფიქრებია რომ არ მიქრებიან გწამდეს გევედრები ბეცარჩაულია შენთან შეხვედრები დღესასწაულია გული არ იღლება ტრფობა ხალისია შენი გაღიმება ჩემი მაისია სული აწრიალ და ვეღარ მიშველიან შენი ხმალია და ჩემი კისერია დღეს რომ სიტყვა სულით ადრეც ნამღერია თავად სიყვარული შენი სახელია ეგ თვალები თავზას ვისაგუბნევენ ეს სიმღერა შენს სულ სად არ უხსნია თან დამდევენ ჩემი ყრმობის უბნები რომ მაშორონ ამით სივს და სუსხიანს მზეს ხივ და ხივ გვირილების ფურცლებად დაბნეულა ჩემი ნატრის სიმძაფრით სიხარულის ახალ გრიგალს უძლებდა მე რამდენად შემიყვარდი ვინ დათვლის ბროწეულის ნაწვიმარი ყვავილი ერთი ხატი ვარსკვლავ ცვენის ღამიდან უჩვეულო ჯრჯოლა თუ კი გამივლის შენი მზერის გაზაფხულში რა მინდა თუმცა ჩემთვის ერთი სიტყვაც გებევრა მაინც ჩემზე დარდებს ვეღარ გადურჩი ჩაიარა ყველა მატარებელმა მე კი დავრჩი სიყვარულის სადგურში შემოგევეთ მე სიკვდილისთვის არ ამცალია გამიგებთ ალბათ ამერთ აპრილსაც შემატოვა სატმების ალმა მერე მაისის მომსწრე სიკვდილს რადვის ურვებდი მალე ჩემს ფიქრად აბოლდება ვარდის სურნელი მერე თიბათვეს დავჭირდები ბინდურად გავათევ მერე ჩემს სათქმელს ოქროს ყანი თითქმის კათათვე კვლავ მოსვენებას აღარ მომწევს ფერის თვალება და უჩემობით თვით სამყარო შემებრალება მერე ძმაკაცი დამიძახებს ღვინობის თვეში მივიწყებული ბილიკისთვის გული კვლავ მერჩის მერე ახალწლის ჟამიც დგება ლხინის დარია არა და არა მე სიკვდილისთვის არ ამცალია შენერი მინდა რომ გისმინოთ აი ხანდახან მაპატიათ ამ ჟარგონით გამოდის და ხანდახან გავიჭედები ხომ დამარხდება ხომ ჩემი ლექსები იმიტომ ჩემი მეგობარი ხარ და ერთი ლექსი შეც კი ბატონო და მე ისო მეწაკი კითხავ თუ დროა კი ბატონო გვაქვს დრო სულს მითრთოლებს ლოდინი იკვლავ სხვა რთოლა და სხვა დარდი მე რამდენეთ მოგიკუდი და ჭირის უფლად არ მყავდი ვერ გავბედე ვერც ღალატი შენზე ფიქრი მომშვენებდა ახსარება ვეღარ ავთქვი ვერ მომისწეს მაშველებმაც შენ არ იცი ახლა სად ვარ რომელ ქარში განვსხეულდი ჩემი ტანჯო არ დამთავრდა სიყვარულით ვარსნეული არ ვახსოვარ ალბათ იმ გზებს ზღაპრისაკენ რომ მივდებდით ცასკი ეწვის შუა დღის მზე დედა ჩემის ცრემლის წვეთი თელი პოეზია რომან ჩემო რომან ცასკი ეწვის შუა დღის მზე დედა ჩემის ცრემლის წვეთი მადლობა შემოგევლეთ თუ არ გაიგებ აბა ვინ გაიგებს და ჩემ ერთ ლექსა თუ მაქვს რომ შემოგევლეთ აუცილებლად კი ბატონო შენი ქუჩის ხატვარ ჭადარს გაუმხილე მე დარდი ყოველ დღე წინ ხდებოდი და მაინც ვერ ვხედავდი როგორც იქნა ვათქმევინე ფოთლებს შენთვის სათქმელი სიგიჟა დარჩა მithვალო თუ ამ გზნობით დავთვერი გრიგალით შემოხდე და სულ სხვა ჯოჟოლით ამავსე მე კი თავი დაგიხარე მადლობა ვთქვი ამაზეც მეც რომ ვერას გიბედავდი თვალი კიდე წამითო თუნდაც ცეცხლსაც მოვიკიდე ბოღონდ გული გაგითბო აუხტებელ ლატრის შუქი ცრემლად გამოვწყინდება მაგრამ ხატი შენი ქუჩის ვერ წაშალონ წვიმება წლები წავლენ ვერ ზღაპარში ყოლავაც ერთად მოვხდებით შენ გარიგალი მე ჭადარი დალეტილი ტოტებით შემოგევლეთ აი თუ დაგენაცვლებით ისე ოღონდ შეიძლება თქვენ გქონდეთ ჩაფიქრებული არა ბძანე არა ცას გადაიფრენს არწივი თავს დაემშვიდებს სადღაც მთა აქედან ისი არ წავა ჩემი სათქმელი არ ვთქვა აგდევნები ხარ გზად ბედო ჩვენო ცრემლო და ღიმილო სხვებს უნდა სულში ჩახედო შენ თავი რომ იხილო ცხოვრება მაინც ეს არის ვალდებულად გთulis სუყველა უნდა იწვოდე მზესავით ათბობდე სხვებს უშურველად რასიზა ნუ შეჩერდები რომზედ არ გადაგიარონ სანამ ვიღაცას ჭირდები გეტყფიან ადამიანო წყურვილი ტოლვაცა ფრთები ამ გზით ეგულვი ახლოს მთებს სამყაროს იქნებს სულერთი სიმღერით და მახსოვდე ცას გადაიფრენს არწივი სადღაც მთებს გაეღიმებათ აქედან
ისი არ წავა თქვენთან არ დავრჩე იმედად გაიხარეთ მოგიღეთ დიდარი ხარ სიღარიბეს ხისი სულს რომ შეგითრთოლებს თუ ხვდები რომ ეს ცხოვრება არა მარტო ფული არის გულში ოქრო რომ შეგნიშნოს შეძლებს მხოლოდ ბრძენი თორემ შენს ჯიბეში ოქროს ხედავს ფლიდიცა და შურიანიც შემოგიღეთ გავაგზავნოთ კი შემომხვდი როგორც მთებიდან გადმოფრენილი ცისკარი სურწამით გამისხივოსნე ხილვა შორეჩი მიმქრალი ცაისე დაბლა დაეშვა ანგელოზების ხმამესმა სიზმარო გამოქცევი ხარ ათას უამურ ღამესა ჩამოწვა უცხო სიჩუმე ჩემი გზნობების ამხსნელი და ვერც კი იგზნო ქუჩამ რომ დაერქვა შენი სახელი შენ ჩემო დარდო ნაღმივით ეს მე რამდენე დაფეთქდი გზამრავალია მაგრამ ბეც სხვა გზა არ აქვს არც ერთი ახლა კლავ შენ თუ გამიგებ გულო წამების დამთვლელო მზე უნდა ძლიერ გიყვარდეს ღამეები რომ ათენო ოცნების სიტყვო გავიწყებს სხანსი ნამდვილეს შხამიანს წუთის სოფლეშიც რამდენი მარადიული წამია ცადე რომ შემოგეხედა ისე თითქოს სხვა ვიყავი თუმცა ხე მანგელოზისა როგორ მოირგოს ნიღაბი მომიკითხე და დამცილდი სხვათვის ქონდა უფლება სიმშვიდის ლურჯი კარეტით მზე გაიტაცეს ღრუბლებმა დაუკებელ სამყაროს ხსოვნაში ჩარჩა ისწლები სიშორის სევდა და ლამაზო ჩემთვის სხვა ამბათ იწყები ჩვენი ტრფობა კი რა ეცგვდის მაშინ იქნება დღეგრძელი ცალკეც ერთმანეთისთვის თუ წრფელი როცვა შევძელით გაიხარე მადლობა ეს სიყვარულზე მეტია ეს სიცოცხლეზეც მეტია სამყარო არის ტაძარი სამშობლო ნათლის სვეტია ცხოვრება ოკეანეა ჩემი სიცოცხლე წვეთია დუხს და გადმოდუხს გზნობები რაც გულში არ დაეტია ცეცხლმოდებული უბრიალე წავს მისი სხივი დაჭრდილიც ამ უთაობოლო ტრფიალით ვარ სასიკვდილო დაჭრილი კი არ ვთქვი სანთლა დავანთე რაც სიტყვა გამიბედია სამშობლო ჩემი გზაა და თანდაყოლილი ბედია ეს არის ჩვენი გზა ჩვენი სამშობლო რომელსაც ხებით ვერა მაგრამ გული დავატარეთ ჩემო მიყვარდეს ერთმანეთი და ვილოცოთ ერთმანეთი ეხლა აქ ერთი ლექსი შემომხვდა გზად ღვთისკაცი ქვია პატრიარქისადმი და როგორი სიმბოლურია ახლა მე ძალიან მესიამონა ჯობა რომ პატრიარქს შენც რას ქვია შენ ერთ-ერთი შენ ხარ ვინც მიუძღე მე ვარ შენ ხარ და კიდე მრავალი სხვა ხო მართლა გვიყვარდა გულით მართლა გულით გვიყვარდა ესა და ახლაც არ ვჯერა რომ წავიდა ამ ქვეყნიდან მაგრამ იქიდანაც ილოცებ ჩვენთვის შენ მე გაჟღერდა ვიცი ძალიან გამიხარდა როგორ მეგობრის წარმატება აბა შენ რო ჩემი გიხარია მე შენი მიხარია და ეს რო გაჟღერდა მე როგორი ყვითელაშუნა შეასრულა ძალიან გამიხარდა კი ბატონო ახლა წაიკითხე სულ მარტო ჩემზე რო არ ვილაპარაკეთ რა თემურ ყვითელაშუნა მართლაც არაჩვეულებრივად შეასრულა მე მგონი მისი პირველი სიმღერა იყო რამოდენიმე კი აქვს ნამღერი მაგრამ ეს სულ ყოფილად არა და დიდება პატრიარქის სულს ძალიან გამიხარდა მის სულს და მადლობა მანანა იმედაძეს რომელმაც შეასრულა მარტო ჩემზე რო არ ვილაპარაკოთ გასო ესე ღვთისკაცი დედოზარის ხმას გულის ხმაც ერთვის სპეტაკის სული ანთია სანთლად და რომ დაგმოძღროს უფალი ღმერთი დღეს თქვენი პირით ღაღადებს მართლაც ყველას არძალუც ღვთისკაცი გიცნოთ ხანხართ სამიზნეს შურის და ჭორის თუმცა კი არის სიმართლე ის რომ თქვენ ხართ რჩეულ და შორის ჩვენთვის მხურვალე ლოცვა ვედრებით ხატივით კოცნით ყველა ცისკარს გაგვიჩირაღნეთ წმენით კვლავ გზები ჩვენ დაიმედად იცოცხლეთ დიდხანს ეს დაწერილია მანამდე მაგრამ სულ ცოცხალია გულებში ცოცხალია როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვრო რომ მე ადამიანების გულებში დარჩე ხო ადამიანების გულებში რო დარჩე ჯობა შენი ცხოვრებით კი არა ცხოვრობ იმ ხალხის ცხოვრებით ცხოვრობ და იმიტომ რჩები ადამიანების გულებში
შემოგევლეთ ბატონო რომან, აი ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა რომ ჩამოხვედით აი აქ ჩვენთან საგარეჯოდან. მე მინდა რომ გისურვოთ ხვალ დღეს წარმატებები და მე დაწუნებულიც ვარ და მგონია რომ კიდევ ერთხელ გამოგიცხადებით თქვენ საგარეჯოები, თქვენ საყვარელი ხალხი ნდობას ამ ფრიად საპასუხისმგებლო საქმეზე და კიდევ ერთგულებით და დიდი ესეთი ენთუზიაზმით გაუძღვებით ამ ღირსეულ საქმეს. გილოცავთ კიდევ ერთხელ ლომისობას და აი ბარემ ერთი ლექსით დავამთავრო დღევანდელი საღამო. მეც გილოცავ ჩემო ძვირფასებო მიყვარხართ საგარეჯოელებო და მიყვარხარ სრულიად საქართველო. მიყვარხარ და შენთვის ვცხოვრობ და შენთვის ვცოცხლობ ჩემო საქართველო. შემოგევლეთ. და ლექსი კიდე ხო? კი ბატონო. მაშინ არ ვიცი ახლა უცებ რომ მე ლექსიც გამახსენდება ერთ-ერთ ლექსს დაგიკითხავთ. მინდა სტიქია უჩვეულო სინათლის ფერი. ისე მოვარდეს რომ დამალვა მოვასწროთ ვერვინ. იყოს გრიგალი სიხარულის დიდი იმედის და ერთმანეთზე ფიქრის იყოს თავსხმა წვიმები. იყოს ზვავი და დიდ თოლობა წმინდა ოცნების. ასეთ ამინდში მწერთაგანი ვიღა მოგძებლის ლხენის წამების ელვამ ჭექამ მოგნუსხოს ციდან ჩვენი გულების გლობალური დათბობა მინდა. სიცოცხლის შტორმით წაილეკოს ნაპირი ყველა და სიყვარულის მეწყერში მოვყვეთ არ გქონდე შველა თუ რა მგზნობა გვაქვს ისემს გასოს მიწისძვრას ვულკანს ყველამ გაიგოს ქართველს ქართველი თუ როგორ უყვარს. აი შეყვარებოდეს ერთმანეთი. მადლობა ბატონო რომან კიდევ ერთხელ დახვედრის დიდი მადლობა ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო გებშიდობებით მომავალ შეხვედრამდე.